ესეთი გასვლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა, რა მოდის 3-10 დღის ვადებში მოდი ესე გავიგოთ, საშუალოდ პლუს-მინუს 3-10 დღის ვადები იყოს, ისევ როგორც გასვლასაც ვაკეთებ ხოლმე ამ თემაზე მე. რა მოდის კარგი, ცუდი, იმედია კარგი იქნება, მაგრამ ნახოთ. ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ საერთო გასვლა რამდენად თქვენია, ვინაიდან საერთო გასვლა ყველაფერი არ მოქმედებს. უფრო ზუსტი ინფორმაციის და ენერგეტიკის მისაღებად თქვენთვის თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში დეტალებს, ფასებს გაგაცნობთ. ერთ კითხვაზე გაშლებს არ ვაკეთებ, ნუ შეიწუხებთ თავს და დროს, ნუ დახარჯავთ ნურც თქვენსას, ნურც ჩემსას ამ კითხვით და შემდეგზე არ ვაკეთებ გაშლებს. ყველასთვის არის ფასიანი პირადი გაშლა, მეგობრებო. ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ რამდენად ეს გასვლა იქნება თქვენზე? ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ? მის მეფე ამოდის. იმპერატორი და იმპერატრიცა ამოდის გვერდზე, აქ არის გვერდი მოკლედ. აქ არის ორივე სქესისთვის არის გასვლა ამ შემთხვევაში, ზოგიერთი იმყოფებით იმპერატრიცას ენერგიებში, ქალბატონები, მამაკაცები იმყოფებით იმპერატორის ენერგიებში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმპერატორიც და იმპერატრიცაც დაოჯახებულები არიან ამ შემთხვევაში, იმპერატრიცა აქ უკვე ფეხმძიმეთ არის ბავშვს ელოდება, ნუ ძალიან მომხიბლელი ხართ, ძალიან მიმზიდველი ხართ, მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან ლამაზი და სათნო გარშემოყოფებისთვის. იმპერატრიცას ყველაფერი ყოველთვის იდეალურად დალაგებული და ლამაზი აქვს, კარგი სუნები ასდის, კარგად გამოიყურება, მოვლა უყვარს თავის ყველანაირი საშუალებებით იქ ტანისამოსი იქნება თუ კოსმეტიკური საშუალებები იქნება თუ სახლში კარგი სადილის სუნი იქნება, იმპერატრიცას აქვს 10-ზე 10-დან 10 ყველაფერი მიხედილი და გალამაზებული თავისი ოჯახისთვის, მისი თავისთვის, მისი შვილებისთვის და მეუღლისთვის. მეუღლე ყველა ვარიანტში ყავს იმპერატრიცას, მაგრამ შეიძლება შვილები ჯერ არ ყავს და აგერ პირველს ელოდება. ასეთი ენერგეტიკა ქალბატონებისთვის შესაძლებელია ჯერჯერობით თქვენი იმპერატორი ოფიციალურად არ ყავდეთ, მაგრამ შვილის მოლოდინის რეჟიმში იყოთ, ასეთი ნაწილიც იქნება, ან მოლოდინის რეჟიმში იყოთ თქვენი იმპერატორი, როდის თქვენი პარტნიორი, თქვენი სამეუღლეო, როდის გადმოდგავს იმ ნაბიჯს, რომ შეიძლება უკვე შვილს ელოდებით, ასე ვთქვათ, მაგრამ ოფიციალურ ასე ვთქვათ, ჯვრისწერა ქორწინების ოფიციალურ მდგომარეობაში არ იმყოფებით, მაგრამ 80% ეს იქნება ძალიან მიზერული 20% ალბათ, ვინც არ იმყოფებით ქორწინებაში. თუ ქორწინებაში არ იმყოფებით და არაც ფეხმძიმეთ ხართ და საერთოდ თქვენ თავს იმპერატრიცად არ მიიჩნევთ და არ მოგწონთ თქვენი თავი, ეს გასვლა თქვენზე არ იქნება, ეგრევე გეუბნებით. მამაკაცებს რაც შეეხება, აქ არის წარმოქმნილი უფრო მეტად ორგანოების თანამშრომელი მამაკაცი, ჰაერისტიკის მეფე, შეიძლება გზანდებით ყუბების ასწორი მერწყულის ნიშანი, მაგრამ საერთო გასვლაში ნუ მივეჯაჭვებით, ეს არის ორგანოების თანამშრომლები, კანონების მცოდნე ადამიანი, მენტალურად კარგი განვითარებული პიროვნება, ძალიან სერიოზული, ძალიან ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, იცის რა დროს რა შეიძლება, რა არ შეიძლება, უკანონოს არასდროს არ ჩაიდენს და არავისას არაფერს არ მიითვისებს. ძალიან სინდისიერი, მაგრამ ყველა ვარიანტში კანონიერი და კანონების მცოდნე. ძალიან ასეთი გაწონასწორებული, სერიოზული ტიპაჟი, რომელსაც გრძნობებზე ყოველთვის თავისი მენტალიტეტი ადგმევინებს ნაბიჯს ცხოვრებაში და გაწონასწორებული ამ ადამიანისგან ძალიან შეყვარებულიც რო იყოს თქვენზე, ვერასდროს ვერ იგრძნობს, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო სქესი აი ამ ემოციურ ფონს, რაც მაგალითად წყლის მეფეს უხვად აქვს. ასევე შეიძლება კარგი აიტიშნინგი ბრძანდებით, შეფპოვარი ბრძანდებით, ცივი არახთან მომუშავე და რასაკვირველია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან ჰაერისტიკის მეფეებში. ესეც არის იმპერატორის როლში, ძალიან შეიძლება კარგ თანამდებობას იკავებთ და ამას აჩვენებდეს რაღაცა თქვენ ტრონზე ბრძანდებით. სამუშაო რეჟიმი იქნება, აქ მენეჯერის როლი იქნება, ხელმძღვანელი იქნება, არ ვიცი, ჩინოვნიკი იქნება, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, აი ხელმძღვანელის როლში ბრძანდებით, სადაც ადამიანები გექვემდებარებიან თქვენ სიტყვას, თქვენ გეგმა 100
ექვემდებარებიან, როგორ უნდა მოიქცნენ ამ თუ იმ სიტუაციაში ეს. უმეტესი ნაწილი მომდის, რომ სამხედრო სფეროს ეხება, შსს ეხება, თავდაცვას ეხება, ასეთი პიროვნებები უმეტესად მომდის, რომ ასეთი პიროვნებებისთვის არის, მაგრამ გამორიცხული არ არის სხვა დანარჩენიც რასაკვირველია, როგორც ჩამოთვალე. ასევე იმპერატორს თავის მეუღლე ყავს, ოჯახი ყავს, პასუხისგებლობა მასზეა. ის რასაც იტყვის, იმ ოჯახში ისახდება, ეს ტრონს რო დაარტყოს, დარტყმაც არ უნდა. ასე ვთქვათ, მის სიტყვას პატივს ცემენ და არც ეწინააღმდეგებიან ისი ასრულებენ. მოკლედ, ქალებისთვისაც, მამაკაცებისთვისაც ენერგეტიკა არის იმპერატორის და იმპერატრიცების, ჩემს გამომწერებში და ჩემ მაყურებლებში სხვას არც ველოდი. იმპერატორები და იმპერატრიცები მყვანან, გენაცვალეთ თქვენ მე. კომენტარები, ლაიკები არ დაგეზაროთ. გააქტიურდით. წინა გაშლა მოგვს ძალიან საინტერესო ირან-ისრაელ ამერიკის გამწვავებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ, გადმოდით და ნახეთ ის გაშლა და საერთოდ ჩემი გაშლების სხვები, თუ ეს არ დაემთხვა მაგალითად. წავედით ახლა გავიგოთ რა მოდის 3-10 დღის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში რაღაცები ინგრევა აქ საბედისწერო მდგომარეობა, რაღაცა სრულიად იცვლება ბედის ბორბალით, ანუ ბედის ბორბალი ტრიალებს, როგორც ის გაჩერებული არასდროს არ არის და ეხლა ციკლურად მოვიდა ის სიტუაცია, რომ რაღაცა უნდა დაინგრეს. თქვენი წარმოსახვები, თქვენი წარმოსახვა, თქვენი ფიქრი, თქვენი მიზნები ორიან პენტაკლთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რაზეც ორჭაფობა იყო, გაურკვეველი მდგომარეობა იყო თქვენი, ეს შეიძლება შეეხებოდეს სამუშაო სფეროს, შეიძლება სრულიად ამოყირავდეს თქვენი სამუშაო სფეროს თემატიკა და არ ვიცი, ვინც ხელმძღვანელ მდგომარეობაში ხართ. კარგი ინფორმაცია არ არის, მაგრამ ასე მომდის, რომ არ არის შანსი იმისი, რომ ჩამოგაქვეითონ, ან საერთოდ თქვენ თვითონ წახვიდეთ სამსახურიდან, აი აწონ-დაწონა რეჟიმი, რაზეც გქონდათ, დაიწონა უფრო სწორია, ალბათ, რაზეც რაღაცნაირად რაღაცას ელოდებოდით, რაღაცა უნდა მომხდარიყო, რომ გადაგეწყვიტათ და გადაგედგათ ეს ნაბიჯი წერტილი და გესვათ საბოლოოდ რაღაცის მდგომარეობაში უფრო მომდის კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება სამუშაო თემატიკასთან, ფინანსებთან დაკავშირებული. ან შეიძლება თქვენი დაწინაურება იყო გეგმაში იმპერატორად, მაგალითად ხელმძღვანელ პოზიციაზე გადაყვანის და ამას ელოდებოდით, ასე ვთქვათ, ეს ორჭაფობა გაწყდება. ნახევარი ნაწილისთვის 50-50 იქნება სამუდამოდ ამ სამსახურიდან წამოსვლა თქვენ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ზოგი შემცირებაში მოყვება პირდაპირ გეუბნებით, არ არის გამორიცხული, მე-16 მაღალი არკანი აქ ნგრევის კარტი ამოდის, მაგრამ ეს ის ნგრევა, სადაც ნგრევა უნდა მომხდარიყო ყველა ვარიანტში იმისთვის, რომ გზა განთავისუფლებულიყო თქვენი მომავალი წინსვლისთვის, ყველა ვარიანტში. ეს ნგრევა, აი როგორ არის ნათქვამი, ეს რომ ცუდი რო არ მოხდეს, კარები ვერ გაიღება თქვენთვის, ანუ ესე კი არ გირბილებთ სიტუაციას, ესეთი მდგომარეობა ამ შემთხვევაში ნაწილისთვის იქნება კონფლიქტური სიტუაციები სამსახურთან და აი ამ ორჭაფობასთან დაკავშირებით. უმეტესი ნაწილი არის სამუშაოზე და რაღაცა წილებთან დაკავშირებული, რაღაცა ხელმძღვანელობის პოზიციასთან დაკავშირებული სიტუაცია, ესეთი საბედისწერო შემოbrunება უეცრად რო არ ელოდებით, ცაზე გავარდნილი მეხივით იქნება ეს თქვენთვის, ანუ არ ელოდებით იმ დღეს იმ წუთას ამ სიტუაციას და არის შანსები კონფლიქტური სიტუაციებისაც, მაგრამ გირჩევთ თუ არა კონფლიქტს. არ გირჩევთ მოლაპარაკებას, დიალოგს, მე-6 მაღალი არკანი ამოდის აქ შეყვარებულები, ეს არის თქვენი კარმა, რაც უნდა მიიღოთ, რაც არ უნდა კონფლიქტური სიტუაცია და რთულად გადასატანი იყოს თქვენთან ეს სიტუაცია. იოლი რასაკვირველია, ნგრევა არასდროს არ არის, მაგრამ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ მშვიდად და დიპლომატიით, სიყვარულით, მადლობა მოუხადოთ იმ ხალხს, ვინც თქვენ ცხოვრებაში იყვნენ, იმ სამსახურს, იმ კატეგორიას, ვინც ვერ შეგიფერათ იმისთვის, რომ კარები გეღებათ წინ მომავალში საუკეთესო. ანუ შანსები არის კონფლიქტური სიტუაციების კიდევ სხვა დანარჩენისთვის. აი მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი ამოდის. აქ ვინმე სიკვდილზე არ გეტყვით რომ არის სიტუაცია. მე-13, მე-14 უნდა დააბალანსოთ თქვენი ემოციური ფონი, თქვენ გვერდით არის თქვენი მფარველი ანგელოზი ყველა ვარიანტში, ეს უნდა იცოდეთ და ტრანსფორმაცია ხდება ძალიან დიდი თქვენ ცხოვრებისეულ
გზაზე ეს რომ არ დასრულდეს, კიდევ ვიმეორებ, ახალი არაფერი არ მოხდება, ამიტომ თქვენი ენერგეტიკა, თქვენი